გუშინ პაპუაშვილმა დიდი სიხარულით გითხრა, რომ საქართველოს უარი უნდა უთხრას ევროპას, ევროკავშირს და შემდგომ ეს განცხადება გააგრძელა ვინმე ქართველი შვილმა, რომელიც აანონსებს ძალადობას, რომელიც აცხადებს, რომ იქნება მოძრაობა და ეს მოძრაობა გაუსწორდება ყველას, ვინც საქართველოს სიწმინდეებს შეურაცხყოფას მიაყენებს. აქვე პატარა კითხვა რუსეთის მოქალაქეებს თუ გაუსწორდება, რომლებიც სისტემატურად გვამცირებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ქართველებს. დაუბრუნდეთ ახლა ამ ერთ განცხადებას ორი კაცის მიერ ნათქვამს. ბუნებრივია ევროპაზე, ევროკავშირზე უარი იმთავითვე ნიშნავს ძალადობაზე თანხმობას. ამ დროს საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს, ქართველებმა რა უნდა გავაკეთოთ. უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე, უნდა გავაბრძოლოთ ბრძოლა ყველაზე ანტიქართული ძალის ქართული ოცნების წინააღმდეგ და უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან მაქსიმალური კოორდინაცია ყველა დემოკრატიულმა ძალამ, ყველამ ვინც თulis რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე, სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე. ბრძოლა ბოლომდე ამ მავნებლების წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.